იჭერენ მეორედ? მოგესალმებით, ვიესალმებით ხმის მაყურებლებს. ნახოთ. მოლოდინი როგორია თქვენი? მოლოდინი, მე ვფიქრობ დღევანდელ საქართველოში, განსაკუთრებით ყველა ის აქტიური ადამიანი, ვინც წინააღმდეგობის რეჟიმშია ჩართული, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ბრძოლაშია ჩართული, ამაზე ნაკლებად ფიქრობს, ვინაიდან მოცემულობა არის ასეთი. ხო, მაგრამ აქ ხო ხედავთ როგორ მიდის, ხო, პროცესები, ნიკა, ანუ სავარაუდოდ შენს ბრალს აგიყენებენ, მერე გირაოს დაგაკისრებენ, ერთხელ არ გადაიხადე გირაო, ახლა გადაიხდი თუ არა, ესე ძალიან საინტერესოა და პლუს გავიხსენოთ, რაზეც ახლა მე ჩემ შესავალში ვსაუბრობდი, რომ დაანონსებულია პარტიების აკრძალვა და თან ისეთი აკრძალვა, რომ ვერასოდეს ვერავინ ვეღარ შეძლოს უკან პოლიტიკაში მობრუნება, ანუ ან დაგიჭერენ, ან გაგანადგურებენ რეპუტაციულად, ან არ ვიცი, რაღაცა სადამსჯელო ღონისძიება ყველა ვარიანტში შეგეხებათ, რასაც ჩვენ უყურებთ, ასე კი ბატონო, არასოდეს ორივე სასიამოვნოც და არასასიამოვნოც იყო საუბარი პოლიტიკოსის მხრიდან დაკავებაზე, პატივიც იყო და სიმართლე უნდა ვთქვათ და უბრალოდ რაღაცა უარყოფითი ემოციების აღძველი, თუმცა ამაზე საუბარი გაადუდა მას შემდეგ, განსაკუთრებით რაც ვიდრე ვსაუბრობთ, ჯერჯერობით ყავს 50-ზე მეტი სინდისის პატიმარი, რომელთაც არანაირი დანაშაულის ნიშნებიც კი არ აქვთ თავიანთ შეკრებილ სისხლის სამართლის საქმეში. დღევანდელი და გუშინდელი დღეც ცხადყოფს, რომ რეჟიმს მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობს რეპრესიული მანქანა სხვადასხვა სიმძლავრეებზე გადაიყვანოს, მას არ უდგას საუკეთესო პერიოდი, ამას ძალიან სულმუქად ვამბობ, კარგი ცხოვრებიდან გამომდინარე არ არის გადაწყვეტილება, რომელიც მათ დღეს გუშინ მიიღეს, არ არის კარგი ცხოვრებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, რომელსაც ისინი უმიზნებენ პარტიების მიმართულებით, მისამართით და ცდილობენ აკრძალონ პოლიტიკური პარტიები. ანუ დღევანდელში გულისხმობთ ამ ცვლილებებს, ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ეს თავდაჯერებულები რომ იყვნენ და პარტიების აკრძალვაზე არათუ ნაბიჯების გადადგმას არ დაგეგმავდნენ, ანუ არ ისაუბრებდნენ, ხო? კარგი ცხოვრებისგან ისინი ნამდვილად არ ძალადობენ საზოგადოებაზე და კარგი ცხოვრებიდან გამომდინარე, რაც არ უნდა ავტოკრატიისკენ მიდრეკილება ქონდეს ხელისუფლებას ნებისმიერს და მერე შემდგარი ავტოკრატი იყოს და ავტოკრატიული რეჟიმი ჩამოაყალიბოს, არ სიამოვნებს 52-53 პოლიტიკური პატიმარი, რომელიც არ ტყდება. კი, პოლიტიკური პატიმრები მათთვის, ანუ ავტოკრატებისთვის არის მისწრება, მაგრამ ისეთი პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც 1 მილიმეტრიდაც კი სიმართლის ხაზს არ გადადიან, ეს უკვე არის ტვირთი რეჟიმისთვის და მათ შორის ივანიშვილის რეჟიმისთვისაც. აბა ამ 50-ზე მეტი პატიმრის ჩვენება გამართულ სასამართლოებზე ყოფილიყო განსხვავებული ვიდრე ჩვენ ვიხილეთ და ნახევარს მათგანს მაინც ეღიარებია არარსებული ბრალი და გამწყდარიყო. ივანიშვილის რეჟიმი იქნებოდა წელში გამართული. აბა ენახა ის ძირითადი ბირთვი პროტესტის სახლში დამждარი და არა უკვე 129 დღე რუსთაველის გამზირზე. ამ ყველაფერს ოდესაც უყურებს ივანიშვილი იძულებულია სულ უფრო და უფრო ახალი სიმაღლე დაიპყროს რეპრესიებისა, მაგრამ სადღაც ეს საფეხური ამ რეპრესიული კიბისა აუცილებლად ტყდება და მე ვფიქრობ ეს კიბე ივანიშვილის რეჟიმს ვერ გაუძლებს. ეხლა ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინ მივა კომისიის, არარსებული კომისიის, არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში გამოგონილ კომისიაზე დასაწყებად, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში პირველ რიგში ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა იყოს, თუ ეს პოლიტიკოს არ ეხება, მაგრამ თუ პოლიტიკოს ეხება, პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები უნდა თანხმდებოდეთ, რომ ამ მასკარადში დადგმულ სპექტაკლში არ მივიღებთ მონაწილეობას და დიდი ნაწილი არც აპირებს მიღებას მონაწილეობას. რა უპასუხეთ ამ მიწვევაზე, რომელიც თქვენ მიიღეთ, რაც მე წეგან წავიკითხე, რომ გიბარებენ ამ კომისიაზე მოსასმენად? არა, მე ვუპასუხე, თეა ხო ნამდვილად იქნებოდა სხდომის წამყვანი, არაფერს არ რატომ თეას ნახვა გინდა? არა, ნახვით სიამოვნებით ნახავდი, მაგრამ არა პარლამენტის ტალღებში და დარბაზში. მასთან
არ იქნებოდა სასიამოვნო ნამდვილად ჩემი შეხვედრა და არც არის ყოველ შემთხვევაში არ ამგონია რომ წულუკიანს და მსგავს რეჟიმის მსახურებს კონდეს მორალური უპირატესობა ნებისმიერ პოლიტიკოსთან, სამოქალაქო აქტივისტთან, ან უბრალოდ ადამიანთან, ვინც დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლების რა უპირატესობაზე ვსაუბრობ? ნიკა, უკეთ არა, სხვა რამეს გეუბნებით, ანუ ვიძიებთო წინა ხელისუფლების დროინდელ ადამიანის უფლებების დარღვევებს და ამ დროს დღეს ეხა წეღან მკითხულობდი, მაგალითად თანამდებობაზე აჭარის პოლიციის უფროსად გრიგოლ ბესელიას ადგილას ნიშნავენ კაცს, რომელიც იყო ვანო მერაბიშვილის მთავარი ერთ-ერთი კაცი, ვანო მერაბიშვილის სპიკერი და მე მოგიბრუნდებიან და გეტყვიან რომ მოდი აქ შენ ბიჭო, მოდი აქ შენ ნიკა ხარ თუ ინგა თუ ვიღაც, შენ ნაციონალი ხარ, დაგაბრალებენ ყველს, თქვენ კი იყავით თავმჯდომარე ნაციონალების, მაგრამ აი მაგალითად ნებისმიერ მამკვა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ყველას ეძახიან ნაციონალს და ამ დროს დღეს კიდევ ერთი მორიგჯერზე ყოფილი ხელისუფლების ყოფილი ერთ-ერთი კაცის დანიშვნა ვნახეთ. თქვენ მე კითხვა დაგისვით ამაზე მინდა პასუხი, ანუ ბრალს წაგიყენებენ სავარაუდოდ, მერე გირაოს სავარაუდოდ დაგაკისრებენ, ერთხელ უკვე არ გადაიხადეთ გირაო, ეხლა გადაიხდით თუ არა? ხო, პირველი თქვენი მოსაზრება მინდა ოდნავ გამოვითარო, ეს არავისთვის სიახლე არ არის. იმ ცუდი გაგებით მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც არსებობდნენ წინა ხელისუფლების დროს, რომლებსაც არც ცამიაჩდათ კუდად და არც დედამიწა ქალავნად და უხვად იყვნენ ასეთები, უდიდესი უმრავლესობა დღეს არის ან დაწინაურებული, ან სისტემის ნაწილია, ხო? ეხლა თქვენ ჩემზე ისაუბროთ, კი, მე ვიყავი და ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, უკვე ოპოზიციური ყოფილი სახელმწიფო პარტიის წევრი და მე მეგავხდი თავმჯდომარე, ხო, ოპოზიციიდან და არა ხელისუფლებიდან. და დღევანდელი ქართული ოცნების მთელი ბიუროკრატიის, არ ვიცი, ალბათ მესამედი, როგორც მინიმუმ, გამგებლებიდან დაწყებული, მერებით გაგრძელებული და პოლიციის უფროსებით დამთავრებული არის ის ხალხი და თავისი მურუსის და ჩინჩალაზით, ვის გამოც არ ვიცი, ალბათ ასობით 1000 საქართველოს მოქალაქე როგორც ამომრჩეველი 2012 წლის 1 ოქტომბერს წავიდა და ხმამიცა ქართულ ოცნებას, ხო? ეს ხალხი არის ისევ იქ. ამიტომაც სიმართლე და მთლიანად მორალური უპირატესობა, რაც მნიშვნელოვანია ასეთ ბრძოლაში, მთლიანად არის ახლა ოპოზიციის მხარეს, სამოქალაქო საზოგადოების მხარეს, ქართველების მხარეს, რომლებიც ვიბრძვით ხვალინდელი უკეთესი მომავლისთვის. არა უბრალოდ ხვალინდელი დღისთვის, ხვალინდელი დღე ღმერთის წყალობით უმრავლესობას კი ყველას გაგვითენდება, ხო? მაგრამ უკეთესი მომავალი და უკეთესი ხვალინდელი დღე გვინდა. ამიტომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ეს არ არის გამონაკლისი, რაც თქვენ ახლა თქვენს მიმოხილვაში აჩვენეთ. მათზე დგანა და მეტიც თუ ვინმე არის ანტაგონისტურად განწყობილი მათ შორის წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ და ზოგადად ოპოზიციის მიმართ, იცით რომელი კატეგორიის ხალხია, ვინც ქართულ ოცნებაშია ფესვებ გაძლიერებული, მაგრამ წინა ხელისუფლების თავარი დასაყრდენი ბურჯები იყვნენ. აი ეს ადამიანები რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ყველაზე აგრესიულები არიან, ყველაზე დაუნდობლები არიან და ყველაზე შეშინებულები არიან, იმიტომ რომ მათ ალბათ განცდა რომ ისინი ყველაფერთან ერთად თან რაღაც ღირსებისგან მთლიანად დაცილები არიან. ეხლა ვინც თავიდან ბოლომდე ეხლა თხემით ერფამდე იყო, რა ვიცი, ოცნების ხარდაჭერი, იმასაც არ აქვს გამართლება თუ დანაშაულს ჩადის, რა თქმა უნდა, რა მნიშვნელობა აქვს პარტიულ კუთვნილებას, მაგრამ მათთან შედარებით, ვინც წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სქემებშიც იყო და დღესაც არის ქართული ოცნების დანაშაულებრივ სქემებში, ისინი პრაქტიკულად ანგელოზებად მოჩანან. რაც შეეხება ეხლა ჩემს საკითხს, გირაოს გადაიხდით თუ არა? ნუ მეში გაში, როდესაც მე გირაო არ გადავიხადე, ხო, იმიტომ კი არ გადამიხდია გირაო, რომ რაღაც სტატისტიკის მოყვარული ვიყავი და მონაცემებს ვაგროვებდი. ვთვლიდი, რომ გირაო არ უნდა გადამეხადა. ვინაიდან იყო აბსოლუტურად უკანონო დაკისრებული და ხა ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, მაგრამ უსამართლოდ დაკისრებული ხა არც ერთ ასე ვთქვათ მსგავს სანქციას ნამდვილად არ გადაიხდით და ან დაგაყადაღებენ ან დაგიშვებენ ციხეში, ხო? თქვენ მაიძულებთ რომ ამაზე ახლა მე ვისაუბროთ და საუბრამდე ვიფიქრო რაღაც ამის მიასედით ადრე მაინც. არც მინდა რომ ვიფიქრო, ვინაიდან თუ კი შენ იფიქრებ რა შეიძლება რეჟიმმა მოიმოქმედოს, როგორ შეიძლება გატკინოს, ხო, ბევრ რაღაცაში ხელს შემიშლის ჩემის აზრით, რო არ მინდა ამაში დავკარგო
ჩვენ მე არ ვარ მარტო ხო დაბარებული ამ არა მარტო არა ნიკა იგარის ზურა მაგრამ რახან დამისვით ხო ჩვენი კოალიციიდან და სხვაებიც ახლა მამუკა ბადრი ახლა სოლიდარობის გამოცხადებაც რაღაცა აი როგორ ეცი აი ზედმეტ თავაზიანი ადამიანები ყველას შეამოვნებს ხო მინიმუმ უმრავლესობას მაგრამ აი ზედმეტი თავაზიანობა ზოგჯერ გამაღიზიანებელიც არის ზედმეტად ძდილობიანი ადამიანები გონია რომ ისინი უბრალოდ თავხედონ აი ისეთ პროცესში ვართ სოლიდარობის გამოხატვაც და გამოცხადებაც გონია რომ უადგილოა ვინაიდან პროზაული გახდა მსგავსი გამოწვევების წინაშე ხო მაგრამ აი უყურეთ აი პროზაული რომ გახდა აი ამ ნელ-ნელა შემოპარებაში ცოტა მომაბეზრებელად გადაიქცეს შეიძლება პროცესი და სწორედ ეს პროცესი საბოლოოდ მიდის იქამდე რომ ნაწილი თქვენგანი აღმოჩნდება ციხეში ნაწილი თქვენგანი და ეჭვი მაქვს რომ ყველა ბარიერ გადალახულ პარტიას შეეხება ეს აღმოჩნდება აკრძალული და ველი მთლიანად იქნება გასუფთავებული და ეს არის ერთია რას ჭობს ივანიშვილი მის ასე ვთქვათ მონომორჩილებაში მყოფ ხალხთან და მეორეა რა როგორ განვითარდება ხო მათი ამოცანა და გათვლა იყო შემდეგზე დასავლურ დემოკრატიულ სოფლიოს მათთვის აღარ ეცლებოდა და არ იყო ეს მათი ეს გათვლა და მოლოდინი უსაფუძვლო ესეც სიმართლე აქაც უნდა ითქვას და ადრე თუ გვიან ნებისმიერ ავტოკრატთან ნებისმიერი დასავლური ქვეყნის ლიდერს მოუწევს რაღაცა ტიპის ურთიერთობის დამყარება მაინც და ივანიშვილმა რაღაცა ეტაპზე ჩათვალა რომ მოდი ბოლომდე ჩავახშო პროტესტი მოდი ბოლომდე დასახური ტელევიზია დავხურო რასაც მოვასწრებ გასატარებელი რეპრესიები გავატარო ყველა მოკლედ ძალადობრივი მექანიზმი ავამუშავო, იმიტომ რომ რაღაცა ეტაპზე მე მომიწევს დასავლეთ პარტნიორებთან საუბარი, განსაკუთრებით ამერიკელებთან და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაცია უკვე დაიწყებდა მუშაობას. ეს გათვლა მათ ჰქონდათ, ეს იკითხებოდა, ეს ჩანდა. არა, პირდაპირ ამბობდნენ, იკითხებოდა კი არა, პირდაპირ ამბობდნენ და მათ შორის ივანიშვილი, როცა ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდებოდა და საკუთარ დეპუტატებსაც, მაშინ ეუბნებოდა, რომ ცოტა მოითმინეთ, ახლა არჩევნები იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტრამპი გახდება პრეზიდენტი და ეს არჩევნები რო დასრულდა, შეიცვლება, ოღონდ არაფერი. ეს არჩევნები როდესაც დასრულდა, ინგა ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ გვახსოვს, მაგრამ გავიხსენოთ არაფერს არ დავაშავებთ. ამით ზუსტად 1 იანვარს 2025 წლის კობახიძემ აიქ ცეკა შენობაში, კანცელარიის შენობაში ბრიფინგი ჩაატარა და პირდაპირ თქვა, რომ ყველაფერი მოკლედ ისე იქნება, როგორც ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტს. არ იყო ასე, ხო იყო? ტრამპის ადმინისტრაციაზე იქნება საბოლოო სიტყვა. ხო, რა თქმა უნდა. ტრამპის ადმინისტრაცია არის უკვე, ის აღარ არის ბაიდენის ადმინისტრაცია და მოკლედ 100%-ით მიენდო ამერიკის შეერთებულ შტატებს მთლიან დაავიწყდა, რომ იყო სუვერენული სახელმწიფოს ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ეს სიტყვები მან თქვა. მაგრამ აი ახლა განსაკუთრებით უკანასკნელ 2 დღეში დარწმუნდნენ მიუხედავად გეოპოლიტიკური ძალიან დიდი ძვრებისა და გადალაგებისა, რამაც ესეც სიმართლეა ვთქვათ, რომ საქართველოს დღის წესრიგში ჩაიკარგა შედარებით ვიდრე იყო წინა პერიოდში, წინა თვეებში, წინა წლებში ხო მით უმეტეს და უცბად ეს ინტერესი ნიშნულად ამოტივტივდა და მთელი რიგი მოკლედ განცხადებები და უკვე განცხადებები აკეთეს ჯერ შათირიშვილს მოაწერინეს ხელი ბიზნეს დაწერილ განცხადებაზე და მე აკეთეს განცხადებები რომ ტრამპი ვერ მოერია deep state-ს და ასე შემდეგ. ნიკა, იცით რა მაინტერესებს ჩვენ ხო ამიტომ დიახაც ეს მთელი მათი ფილოსოფოსთა ესე კოჰორტა გამოიყვანეს და ასაუბრეს ის რაც ისაუბრეს, გასაგებია რომ ისინი დარწმუნდნენ ამერიკელებთან მათი საერთო ენის გამონახვა მაშინ როდესაც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კაფიოდ წერს და ეს გზავნილი გადასცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც მას შემდეგ რაც ვაშინგტონში იგი იმყოფებოდა და ჩამოვიდა ეგრეთ წოდებულ აქაურ საგარეო საქმეთა მინისტრს რომ ძირითადი ელექტორატის
გაუთვალისწინებლობა, მათი ინტერესის გაუთვალისწინებლობა უბრალოდ შეუძლებელია და პირობები არის კონკრეტული დასაკმაყოფილებელი იმისათვის, რომ ამერიკელებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის ელემენტარულ დონეზე შედგეს კომუნიკაცია. პირიქით ხედავთ, რომ ისინი შეურაცხყოფას აყენებენ უკვე ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელს, მათ შორის ტრამპს, თითქოს ისინი აცხადებენ მას დამარცხებულად არარსებული რაღაც ინსტიტუტისა, DeepSeek-ისა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დიდი ხანი არ დაგვრჩა ჩვენ ლოდინი, არ დაგვჭირდება იმისათვის, რომ ვიგრძნოთ დიდი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. გასაგები უნდა იყოს, რომ მთელი რიგი თანამდებობები ჯერჯერობით არ არის ვაშინგტონში უბრალოდ ათვისებული, მეტიც არც ერთი პოზიცია ჯერჯერობით არ არის დაკავებული სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით ამას გადამოწმებული ინფორმაცია, არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ არის ჯერჯერობით დანიშნული, ვინც საქართველოსთან დაკავშირებით ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას. ამას რა თქმა უნდა ჭირდება გარკვეული პერიოდი. ოცნების განცხადებები იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით ბოლო ის, რაზეც ახლა თქვენ აქცენტირებთ, მხოლოდ იმას ცხადყოფთ, რომ მათ ვერ შეძლეს ვერაფრის დალაგება და საერთოდაც გაუსვათ კიდევ ერთხელ ხაზი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნა პირდაპირ არის, თუ კი ურთიერთობების სურთ რომ აღდგეს ორი პირველი გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები, ბიზნეს პოლიტიკური ტყვეები და დაინიშნოს ახალი არჩევნები, ხო? ამას ჩვენ ვხედავთ და იქ მთელ რიგ კანონებზე, დრაკონულ კანონებზე არის ძალიან მწვავე განცხადებები. ნიკა, ეხლა თქვენ გისმენენ ის ბიჭები, ის პატიმრები, რომლებიც ოლიგარქის რეჟიმმა გამოამწყვდია ციხეში. იმიტომ რომ ღიად დაუპირისპირდნენ, იმიტომ რომ ფიზიკურად გაანეიტრალეს ეს ბავშვები, დიდი ნაწილი მათი მართლა ბავშვის ასაკისა, იმის გამო რომ ისინი იდგნენ ქუჩაში. ეხლა მათი მშობლები დგებიან ბრძოლის ავანგარდში და თქვენ იცით რომ 8 აპრილს არის დაანონსებული ამ პატიმრების მშობლების აქცია და მე მაინტერესებს შეუერთდებით თუ არა თქვენი კოალიცია ამ აქციას, რას ეთქვით ეხლა იმ ბიჭებს რომლებიც გისმენენ, მე ვიცი რომ ისინი უყურებენ TV1-ს, პოლიტიკოსების გზავნილები უნდა იყოს თუ არა უფრო მეტად კიდევ მკაფიო ვიდრე აქამდე ჩვენ მოგვისმენია და აი გვარამიას დღევანდელ თქვენს თანათავმჯდომარეს, თქვენს თანადამფუძნებლის დღევანდელი პოსტიდან ერთ აბზაცს წავიკითხავდი, ის რომ პროტესტს აღმავალი ხაზი სჭირდება, ის რომ რუსთაველი საკმარისი არა, ის რომ ქოცი მხოლოდ შეძახილით არ გახმება, ეს ჩვენი პოლიტიკოსების თავის ტკივილი და საფიქრალია. რას ეთქვით ეხლა ამ მშობლებს? რას ეთქვით ამ პატიმრებს? პირველ რიგში, სქეთს მოვიხრით მათი ბრძოლის წინაშე, ისინი არიან ბრძოლაში თუ არიან. და მათი ოჯახის წევრები. და რა თქმა უნდა, არა იმიტომ რომ მინდა გავამხრევო იქ სადაც არიან და არ უნდა იყვნენ და აღარც იქნებიან. მალე აღარ იქნებიან, არ არსებობს და იამაყებენ ამ რაც არ უნდა ჩანდეს, ასე თქვა და ისმინებოდეს პარადოქსალურად, იამაყებენ ამ მათი უკანონო პატიმრობით მომავალში. ამაში დარწმუნებული ვარ და ეს განცდა, ეს ემოცია მათ რაც არ უნდა არასასიამოვნო იყოს, დარწმუნებული ვარ მათ აქვთ. იციან რომ მორალური უპირატესობა მათ მხარეს არის, ეს ამ დროს, როდესაც შენ 4 დღეში უკანონოდ ხარ გამოკეტილი, ნამდვილად გაძლიერებს საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ და სხვა მეგობრების მაგალითზე. პოლიტიკოსებმა პირველ რიგში, თქვენ სიტყვა მკაფიო ახსენეთ. პოლიტიკოსებმა პირველ რიგში და არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამედ განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა უნდა კეთილი ვინებოთ და ვიყოთ მკაფიოები საკუთარ გადაწყვეტილებებში და ყველა პროცესში შევიტანოთ სიცხადე. რა თქმა უნდა, ჩვენ უერთდებით, რა თქმა უნდა, უერთდებით 8 აპრილს და არათუ უერთდებით ყველა ინიციატივაში მივიღებთ მონაწილეობას, თუ რაიმე განსაკუთრებული მიუღებლობა არ იქნება ის ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ხო? მით უფრო ასეთი ადამიანების მშობლების და ოჯახის წევრების ინიციატივას სიამოვნებით შევუერთდებით. რას გულისხმობ კაფეობაში და გადაწყვეტილებაში? შენ როდესაც გინდა ქართული ოცნების საპირისპირო, საპირწონედ შექმნა შენი დღის წესრიგი, შენი ნარატივით, შენი ასე თქვათ, არ ვიცი მე, რიტორიკით, ქმედებით
დაამარცხო და აჯობო ქართული ოცნების ნარატივს, მათ მიერ წარმოებულ პროპაგანდას, მათ მიერ უკანონო გადადგმულ ნაბიჯებს, ხო? პირველ რიგში გჭირდება მკაფიობა და სიცხადე. თუ ეს არ აგაქვს, შენ ამას ვერ შეძლებ. და აი რავს გულისხმობ, იცით? ყველა დონეზე იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგალითად, საპარლამენტო ეგრეთ წოდებულ კომისიაში მონაწილეობის მიღება თუ არ მიღება. მე გამიხარდებოდა და ჩვენ გაგვიხარდებოდა პარტია ახალ კოალიციაში, რომ ერთობლივი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული ოპოზიციურ პარტიების მიერ, მაგრამ როგორც ვატყობ ეს გადაწყვეტილება ერთობლივი არ არის, მაგრამ არავინ არ მინდა კომისიაში კომისიის ხდომაზე მისხვასთან დაკავშირებით. ასევე არის რამდენიმე საკითხი, რომელიც განხეთქილების ვაშლად იქცა და არის გამხლეთში საკითხი დღეს საზოგადოებაში, ხო და ამ საკითხებთან დაკავშირებით შენ გჭირდება კაფიობა, თუნდაც დარჩე შენს პოზიციაზე. რა საკითხებია და ვისათვის შორის არის ეს განხეთქილება? სუბიექტებს შორის, საზოგადოება უნდა იცოდეს. მაგალითისთვის, ეხლა აქ თქვენი გადაცემის სტუმრებად იყვნენ რამდენიმე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, ავის კვირეების განმავლობაში და პატივისცემა მათ ბრძოლას, მათ შემართებას, მათ мотиваციას, მათ განზრახვას, მაგრამ ხომ შეიძლება რაღაცეებში დავეთანხმო და რაღაცეებში არ დავეთანხმო. მე ერთი თვეა არ ყოფილა ეთერში. პირველად, აი 2013 წლიდან ვარ. ეხლა თქვენც არ მითხათ რომ ბლოკავენ? არა, ჩემ 2013 წლიდან ვარ. იქ სადაც ვარ, არ ვიცი ამას რამდენად ქვია პოლიტიკური პროცესი, პირველად ჩემ ცხოვრებაში, აი ამ ხელა ერთვიანი პაუზა მქონდა, თუ არ ჩავთვლით იქ ციხეში ყოფნის პერიოდს და განგებ მქონდა ეს აღებული ეს პერიოდი. იცით, არ მგონია ვართ ჩვენ ეხა ბოლომდე გულწრფელების საზოგადოების წინაშე. მართლა არ მგონია რომ ცოტა სიყალბის ელფერი გაზდევს აი ამ პროცესს, რომელშიც ვართ პოლიტიკური პარტიები ჩართულები, იმიტომ რომ რაღაცებს ბოლომდე არ ვსაუბრობთ, მაგალითად მეც კი, აი ნიკა მელიამ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თანათავმჯდომარემ, პოლიტიკოსმა, არ ვიცი, აქტიურმა მოქალაქემ, არ ვიცი, ჩემი პოტენციური თუ არსებული პოლიტიკური პარტნიორები აი ამ უთანასწორო ბრძოლაში მყოფი ადამიანები ძალიან დიდმა არმიამ, არ ვიცით, აპირებენ პროცესის ნებსითუნებლიეთ ლეგიტიმაციას შემოდგომაზე თუ არა. თვითმმართველობის არჩევნის. ანუ ვინმეზე გაქვს ეჭვირობა, გაქვთ ეჭვირობა შეიძლება გავიდნენ ამ ბრძოლისში. ინგა, ნახეთ, მოგახსენეთ თუ მაცლით. აბა ბუქსაობ. არ ბუქსაობ, არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო და არ მინდა აი ამბობ რაღაცას და ვერ ამბობდა თქვი რა. ჩვენ ვამბობთ და რამდენიმე სხვა პოლიტიკური ჯგუფიც, რომ ჩვენთვის მიუღებელია ლეგიტიმაციის მინიჭება პროცესისთვის, რომელსაც ქვია ეგრეთ წოდებული არჩევნები. იმიტომ რომ ამ არჩევნები არ დადა, მაგრამ არიან პოლიტიკური ჯგუფები, ეხლა მივდივარ იქამდე, რომლებიც ახლოსაც არ არიან სიცხადესთან და კაფიოდ ამ პოზიციის დაფიქსირებასთან. მათ შორის არც ქალბატონი ზურაბიშვილის, სიმართლე გეტყვით. ქალბატონი ზურაბიშვილის პოზიციაც მე არ მომისმენია მაგალითად არჩევნებთან დაკავშირებით. არ მომისმენია, მე არანაირი პრეტენზია, თუ შეიძლება პრეტენზია მქონდეს მე დღეს, ვერ მექნება ვერც გახარიას პარტიასთან, იმიტომ ეს მათი გადაწყვეტილება და მეტი შეიძლება მართლა მიმოხდეს რომ ისინი არა, მე არა, პოზიცია არ არის ერთიანი ამ საკითხში. ვინ გავა, არ გავა, ამას არ ვეხები. ნაწილი ამბობს და გამორიცხავს, მეორე ნაწილი დღეს არ გამორიცხავს. რაც გინდა თუ არა, ხო არ გიკვეთ ახლა ამაზე რომ ვსაუბრობთ. არა, კი არ მიყვეს, ვერ წარმომიდგენია, რომ წარმოგიდგენია სხვა საკითხია, ინგა. ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში ბიზნეს. თუ ეს მოცემულობა რჩება, გაუპრაოს მორიგი. რატო შეიძლება წარმატების დაწესება? კი ბატონო, და ჯერა რომ ყველა პოლიტიკური პარტია ამ პოზიციაზე. მაშასადამე რატომ შეიძლება შენ ამასთან დაკავშირებით პოზიციას არ აფიქსირებ და დღესვე იცით, თქვენ იცით და მაყურებელმაც იცის, დიდ პატივს ვცემ, რა თითქმის ყველას ვისაც ვიცნობ ლელოში, მე პირდაპირ მithავს მათთვის. და გახარიას წარმომადგენლებთანაც გქონდა რაღაცა შესაძლებლობა საუბრისა და ღმერთმა დამიფაროს გავაკრიტიკო, არ ვაკრიტიკე, უბრალოდ დღემდე მიკრის რატომ
ფიქრობენ რომ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის ვინაიდან სიცხადე არა ზუსტად ვიცი არა პირდაპირ ამბობენ რომ არანაირად არა როგორ ჩემს არა მარტო ისეთ თუ შეიძლება არა ერთი გეტყვი და გავაგზავნოთ მე გეტყვი თუ შეიძლება არ ამბობენ ვისაუბრია არა ჯერ ამაზე საუბრის დრო არ არის არ არის იმიტომ რომ კოლჩების გზაზე გადასვლას ნიშნავს თორე არავინ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს რო არ აპირებდა ვერც შევა ვერავინ თუ არ ახარ მთლიანად მოწყვეტილი რეალობას როგორ შეიძლება შეხვიდე იმ ტიპის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში სადაც აგერ გუშინ ისეც კი აუგზალეს დამკვირვებელს რომ უბრალოდ პირადობის მოწვევა შემოწმოს საარჩევნოებაზე გამოცხადებულ ადამიანს მაგრამ კაფიოდ ხო შეიძლება დააფიქსირო ინგა ეჭვი არ ამბობენ ადამიანები რომ არ გამბირდათ არ ამბობენ არ ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა და საერთოდ ეხლა ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი არის კოლჩებისთვის ყველაზე საჭირო თემა აი ეს არის არაგუწმელობა ჩემთვის იმიტომ რომ ამ ლოგიკით შემოგდებული საკითხიაო და ამას ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილიც. მე აქვს ლელოსთან მაქვს პრეტენზია და არც გახარიასთან მათ აქვს დაწუნებული ვარ პოზიცია რომელიც ალბათ მოგვიანებით იქნება გაცხადებული იდენტურად კოალიციად შეერთებებისა და სხვა რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა, მაგრამ შეიძლება ეს გვიანი იყოს თუ არ არის უკვე გვიანი, იმიტომ რომ ერთიანი პოზიცია დასაფიქსირებელი აქამდე იყო, იმიტომ რომ უკვე ინიციატივა წაგართვა შენ ივანიშვილმა და გითხრა რომ შეტი არა, ინგა დავასრულე თუ შენ რამდენად ინიციატივა უკვე წაგართვა და გითხრა შენი გამოხვალ თუ არ გამოხვალ მე აღარ მაინტერესებს საერთოდ გაგაუქმებ მაგრამ მე ნამდვილად ვისურვებდი რომ ქალბატონ ზურაბიშვილს დაეფიქსირებია პოზიცია იმიტომ რომ უპოზიციოდ მხოლოდ კოორდინაციის ასე თქვათ იმიტაციით და პოლიტიკური პოზიციის არ დაფიქსირებით არ შეიძლება რომელიმე ცალკე ადამიანს ლიდერობაზე ჰქონდეს პრეტენზია. შეუძლებელია. არ დააფიქსირა ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილს თავისი პარტია აქვს, არჩევნებზე გადის, მონაწილეობს თუ რა სიტყვა. მეტიც არა, როდესაც გონია რომ ძალიან ზედმეტ პასუხისმგებლობას აკისრებს სალომე ზურაბიშვილს და თქვენ თითქოს რაღაც თეთრი ხელნაწერი. პირიქით არის სიმართლე გითხრათ, ეხლა სიმართლეს გეტყვით და არაფერს სიმართლის გარდა თუ უნდა ვაწადოთ. არანაირ პასუხისმგებლობას არ ვაკისრებთ და არც თავს ვესხმით ჩემთვისაც და ჩვენი მეგობრებისთვისაც არ არის მოსაწონი რიგი პოლიტიკოსები თავსთანაც ძალიან არაკორექტულად ოდესაც ესხმიან ქალბატონ ზურაბიშვილს მაგრამ ეს პასუხისმგებლობა მან თავად იკისრა ხო და ძალიან კარგი როლი ითამაშა ოდესაც იყო ის ლეგიტიმური ინსტიტუციის წარმომადგენელი და არჩევნების დელეგიტიმაციის პროცესში ძალიან დიდი როლი ითამაშა ოდესაც ის იყო პრეზიდენტი როდესაც პრეზიდენტი იყო, ხო? მას შემდეგ მან იკისრა ის როლი, რომელიც იკისრა. არა, პრეზიდენტი როგორ არის? მეხუთე პრეზიდენტია ამ ქვეყნის, რა თქმა უნდა. ლეგიტიმური პრეზიდენტი არის მას დღეს თქვენთვის. არალეგიტიმური პრეზიდენტია ყაველაშვილი. და არალეგიტიმური ხელისუფლებაა. მაგრამ სალომე აღარ არის თქვენთვის პრეზიდენტი. გარდა მეხუთე პრეზიდენტია და ეს სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა, გავიგეთ, თქვენს გაიგეთ. თუ ეხლა უფლებამოსილებას ეხლა ხო ვერ ასრულებს, ეხლა თავს ხო არ მოვიტყვილებთ, ამ სიყალბეში რატო უნდა ნიშნულოვან როლს ასრულებს, ნიშნულოვან როლს თამაშობს. თუმცა პასუხისმგებლობა, როდესაც იკისრე, შენ კაფიობას უნდა შემოიტანო. მე მასთან მისაუბრია და ეხლა უბრალოდ ჩემ ვარაუდებით არ ვსაუბრობ. მე პასუხი ვერ მივიღე, ვერ საჯაროდ ვერც კერძე საუბრობ. რას ფიქრობს ის მაგალითად არჩევნებთან დაკავშირებით და პასუხი არის ერთადერთი, რომ ეს საკითხი ახლა არის ქართული ოცნების მიერ შემოგდებული მაპატიეთ, ვისი შემოგდებულიც არ უნდა იყოს საზოგადოებაში ეს საკითხი დგას აქტუალურად და ამ ლოგიკას თუ გავყვებით საპარლამენტო კომისია რო არის შემოგდებული ქართული ოცნების მიერ ისეთი უნდა, ხო? ხო, არა, ხო, გასაგებია და იმაში ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ გაძლიო. ვინ მივიდა? გოგავა და ყურაშვილი, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის თქვენთვის განიხილებიან როგორც ნაციონალური მოძრაობა? ხო თქვი რომ თქვენი საუბრის დრო დადგაო და მაშინ გამოვიდა ქალბატონი ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ წარმატებები მას საგარეო ფრონტთან დაკავშირებით იქ მას ნამდვილად აქვს შესაბამისი კომპეტენცია აქვს ჩემი აზრით მარგი ქმედების კოეფიციენტის გამომუშავების დიდი შესაძლებლობა
თუმცა მე ვისურვებდი, როდესაც ნებისმიერ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, აქვს ლიდერობის ამბიცია, რომელსაც ყოფნის, ასე ვთქვათ, თავდაჯერებულობა თქვას, რომ ჩემი ეგიდით და ჩემი ინიციატივით და ჩემს გარშემო და ჩემს მარცხნივ და ჩემს მარჯვნივ და ჩემს მოპირდაპირ მხარეს და ჩემს უკან, ხო? პასუხისგებლობა საკუთარ თავზეც აიღო და დააფიქსირო პოზიციები. მაგალითად, იმ დღეს გამოვიდა, ჩატარდა ბრიფინგი და თქვა, რომ მივიღეთ საკოორდინაციო, არ ვიცი, რაღაცა საბჭომ გადაწყვეტილება, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას საგამოძიებო კომისიაში, ხო? კი, ну ძალიან მალევე და გასაგებია მათი პოზიცია, გახარეს პარტიის პოზიციონირება, ისინი ცდილობენ რომ განსხვავებულები იყვნენ, აქვთ მათი ხელწერა, აქვთ მათი ასე თქვათ იდენტობა და მე არ ვიცი, ხელს ვერც შეუშლი და არც შეუშლი, ხო? თქვენს რომ პრაქტიკულად დაადასტურეს ისინი მიიღებენ ამ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას. აქაც კი აი კრიტიკას ვერ უძებს კოორდინაცია და კაფიო და სიცხადეს, როდესაც შემოვიდა კაფიობა და სიცხადეს ნებისმიერ დონეზე პროცესში, ეს წაადგება პირველ რიგში იმ უკანონო დაპატიმრებულ ადამიანებს ამ პროცესს, რომელშიც ჩვენ ვართ და რომელიც გამარჯვებით დასრულდება, ხალხის ძალა საბოლოო ჯამში ყველაზე ბრუტალურ რეჟიმზე ძლიერია, არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ეხლა არის ორი უკიდურესობა ინგა. ერთი უკიდურესობა არის რა? ადამიანები და ჩემ და სამწუხაროდ მათ შორის რამდენიმე პოლიტიკოსი საუბრობს თითქოს აქ და ახლა შესაძლებელია გაცილებით მეტის კეთება ვიდრე კეთდება და უბრალოდ არ ვიცი მუშტს მოგიქნევს, მუშტი უნდა დაუპირისპირო ძალას, ძალა უნდა დაუპირისპირო და ადამიანების ემოციებზე მოკლევადიანად თამაშს განიზრახავენ, რაც შემისაზრით არ არის კეთილსინდისიერი, ეს დაახლოებით იმ ოპერიდან არის, როდესაც იცით რა, აი სანამ ქართული ოცნების რეჟიმი არსებობს, იქ სადღაც მარჯვნივ იყო, ცოტა ხანი პაუზას ავიღებ, წავალ ახლა გავიქცევი ვივამბეთში და გავათავისუფლებ სააკაშვილოს, ну ისე რომ ქართული ოცნება იქნება, ემოციებზე თამაში და მეორე უკიდურესობა არის კიდევ უფრო სხვა, რომელსაც ასევე აქვს ადგილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან რომ იცით როგორ გამოვიდეს რომ ყველა არის დამასრულებელი თუ შეიძლება გასრულებინებთ ამ და არ გამიწყვეტინები ამდენი ხანი ყველა ეხა თქვენ დააყენეთ ეჭქვეშ ანუ ამბობთ რომ თქვენი კოალიციაა მარტო ერთადერთი რომელიც კითხვებს არ აჩენს თავისი გადაწყვეტილებებით ქმედებები და ყველა სხვა კითხვის ნიშნავს არა სიცხადე სალომესთან ელენე ხოშტარია ხო იყო დაბარეთ ეს ყველაფერი ეხა ინგა დამასრულებელი თუ შეიძლება ხა მითხარით კაცო სიცხადე და კაფეობა ჩვენ კოალიციას არასოდეს არ აქვს და კი მგონია რომ გამიდებულებივა და გაგცემ და კითხვაზე მას არ დამსრულები აზრი მეორე უკიდურესობაზე ვსაუბრობდი მეორე უკიდურესობა რა არის იცით როდესაც საუბრობენ რომ აი პროტესტი თუ კი ჩაკვდება და იქნებ ჩაკვდება ეს პროტესტი და იქნებ პროტესტი გაილევა და რატომ თქვა წინასწარ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ გავდივარ, არ გაგიგონია თქვენ ასეთი მოძებნება. ჩემს ეთერში ეს არავის. აი ხა ინგა რატომ ლაპარაკობ? არ უთქვამთ არავის? ჩემს ეთერში პროტესტი მიილევა და მე გადავწყვეტ არავის. წინასწარ რატომ უნდა ვთქვათ? მომისმინეთ ბევრს უთქვამ ძალიან და ეს არის კაფეობის საშინელი დეფიციტი და სიცხადის საერთოდ არ არსებობა. და მე კი არ ვერჩი რომელიმე პირიქით მე ვფიქრობ თქვენ შეატყობდით და მაყურებელიც გამოკვეთილად პატივისცემით ვსაუბრობ, მაგრამ როდესაც შენ დახურულ კარს მიღმა, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ, ამაზე საუბრობ, მაგრამ შედეგი მაინც ისდგება, რომელიც დგება და ამით ძალა ეკარგება პროტესტს. ნამდვილად არ შეიძლება სიცხადის გარეშე პრეტენზია კონდეს რეჟიმის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადო. შემიძლია კითხვა დავსვა. ელენე ხოშტარია იმ დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, რომელიც იმყოფებოდა, იყო თუ არა თქვენგან, როგორც ერთგვარი გადამცემი, როგორც თქვენი კოალიციის წევრი, ვინც სალომე ზურაბიშვილს მიაწვდიდა ამ თქვენს მოსაზრებებს, რა სიტყვა თქვენ ზურაბიშვილისგან. ელენე ხოშტარია ხომ თქვენი კოალიციის წევრი? მან განცხადებითაც მისმა პარტიამ, როგორც ამ კოალიციის შემადგენელმა ნაწილმა ისედაც კომენტარით დააფიქსირა, რომ დიახაც მნიშვნელოვანი საკითხი არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. არა, იდეა ფიქსი კი არ არის. ეს უბრალოდ, იცით,
ხინჯი კი არა გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცა მიუღებლობა გვაქვს ნებისმიერ ადამიანთან, ვინც ამას ასე არ საუბრობს. არა, მჯერა და გვჯერა, რომ პროცესი ამით ზიანდება. მისთვისაც ისეთივე მიუღებელია, ელენეზე ახლა მკითხეთ. როგორც ჩემთვის და ნიკასთვის და ზურასთვის, მაგრამ მე რაც ვერ დავინახე და ვისურვებდი რომ მომესმინა, პირდაპირ ალბათ უყურებს, ეხლა ტყუილის თქვის შესაძლებლობას არ მომცემს ქალბატონი ზურაბიშვილი, ხო? მას ამ საკითხად დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია, არც საჯაროდ და არც დახრულ კარს მიღმა. რადგან გაღიზიანებს ჩაკითხვები ისევ ხელს ავწევ, რომ ქვეკითხვა დავსვა შემიძლია. აი ამ ხარისხის სიცხადის გარეშე, აი მეც კი და ჯერა რომ ათასობით ადამიანია, ანუ რაციონალური რისკის გაწევის დრო, როდესაც მოვა და მომენტუმი, როდესაც მოვა და იქნება ამ რისკის გაწევის საჭიროება, ხო? უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ამ ბრძოლაში ყველა ეტაპზე წამოსვლელი, ხო? ერთს კითხვას. ამიტომ ელემენტარულად განხილეთ საკითხებთან დაკავშირებით, თუ შენ ვერ ახერხებ კოორდინირებას, აბა რასთან დაკავშირებით ხდება კოორდინაცია? დედამიწა რომ მრგვალია, ამასთან დაკავშირებით კოორდინაცია საჭირო არ არის. რაც არ უნდა ქართულმა ოცნებამ გითხრას რომ ტყელიაო. ეს ისედაც ვიცით და ერთობა არის. 2025 წელია გარეთ, მე როდესაც რამდენიმე პოზიციების განსხვავების მიხედვით ადამიანთან მჭირდება რაღაცის შეჯერება, არსებობს ასეთი ფუნქცია ჩათის გაკეთება და იქ შემიძლია ჩავწერო. ხომ არ შევიკრიბოთ მეგობრებო, რაღაც გვაქვს დასალაგებელი. ვისთანაც კითხვები გაქვთ, პრობლემა გაქვთ? სალომე ზურაბიშვილს? ყველასთან. პრობლემა არა, მოსაზრება იგა არა, თქვენ და არ მისმენთ ეტყობა. გისმენთ. ძალიან ყურადღებით, არა, ყურადღებით რომ მისმენთ, არა, სალომე ზურაბიშვილს იცით რა შთაბეჭდილება დამჩა? რომ თქვენ ახლა ისე პოზიციონირებთ, რომ მხოლოდ თქვენი კოალიცია ერთი წუთი დავასრულებთ. ნიკა რა გჭირს? მესამეჯერ ვიტრიალებ. დავასრულე. თქვენი კოალიცია მხოლოდ გამჭვირვალე, ადეკვატური, ხალხთან პროტესტი საპროტესტო აქციასთან მიმართებაში ადეკვატური და ყველა სხვა თქვენი ლოგიკით არის რაღაცა ეჭვის ქვეშ. არა, ჯერთიც ყველა სხვა არ არის. და ეს სწორია. ყველა სხვა, სწორია, მე რაც მიმაჩნია, სწორად იმას საუბრობ და მე ვფიქრობ საკმარისად მიცნობთ, ხო? დარწმუნებული ვარ და ყველაფერზე, რაზეც აქ ვისაუბრე, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს საუბარი გამართული კერძოდ. და არა საჯაროდ. და იმის 5%-ს არ ვსაუბრობ და არც ვისაუბრებ. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, სიცხადე და მკაფიობა არის უმნიშვნელოვანესი პირობა. და აქ ყველაზე დიდი პასუხისგებლობა, რახან შენ იკისრე ვალდებულება, არ ვიცი და დაარქვი იმ რაღაც პლატფორმას, კოორდინაციის რაღაც პლატფორმა თუ ცენტრი, ამას პირველ რიგში ხალბატონ ზურაბიშვილს და გული მწყდება, რომ ამასთან დაკავშირებით კაფეობა არ შემოვიტანეთ, მაგრამ მეტიც უკვე ქართულმა ოცნებამ შესაძლებლობა წაგართვა ინიციატივა აგეღო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვი მაგრამ რამდენად გაიგონით მაყურებელმა, არ ვიცი. აქეთ გითხრა რომ შენ რამდენიც არ უნდა იმტრიო იქ თავი, თქვენ ერთი პოზიცია გექნებათ არჩევნებზე გამოვხვალთ თუ არჩევნებზე ერთად არ გავხვალთ, მე თქვენ უნდა გაგაუქმოთ. ხო, აი ეს მოახერხა უკვე ქართულმა ოცნებამ. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გაურკვეველი ხდება ჩემთვის. რა შეიძლება მოხდეს, რა გარემოება შეიძლება შეიცვალოს. მე არ მახსენდება, რომ რომელიმე ჩემს რესპონდენტს ასეთი რამ ნიკა არც მე მაქვს ეხლა გაგების პრობლემა, საუბრის გაგების რესპონდენტი, რასაც მეუნება და არც თქვენ არ გაქვთ, მე რასაც გეუბნებით ის რომ გაიგო. არა, მე რაში უნდა ვცდებოდე, ჩემს არც ერთ ეთერში, არც ერთ რესპონდენტს გამორიცხავენ? არ უთქვამს, რომ ამ მოცემულობით არა, ვერ იტყვიან, იგა, ვერ იტყვიან და იმიტომ რომ ატმოსფეროა ისეთი. გასვლას ან და პროტესტის მინავლებას ელოდებოდეს ვინმე და აი მერე გადაწყვეტს გავლენით. აი, ინგა, იგას ხო არ ჩაგიგდებთ ახლა ლინკებს და ჩავი ახლა ხო პასუხისგებელი ვარ მე და მაყურებელთან ალბათ რაღაც არც თუ ისე მცირე ნაწილს მოსვენილი ექნება. ხო არ გამორიცხავენ, კარგით. როდესაც ნაწილი პოლიტიკური პარტიები გამორიცხავთ და ნაწილი არ გამორიცხავთ, უკვე ხომ არის პრობლემა.
აი ეხლა ვინც არჩევნებზე გავა, ვაიმე, ეს ოპოზიციური პასაკეთია, პარტია იმათ დაერქმევათ, ისინი დასრულდებიან. ხო და ამიტომ თუ ასე უყურებთ. თქვენ რატო გონიათ, რომ აი თქვენ უნდა წაუყენოთ აუცილებლად ულტიმატუმი, აბა ეხა გამოდით სასწრაფოდ სიები ჩახსენით, აბა ეხა გამოდით. დღესვე თქვით, რომ არჩევნებზე არ ამბობენ ადამიანები. კარგი, ინგა არ ამბობენ მე გეუბნები, არ ამბობენ, ამიტომაც არ შედგა. რატო გონიათ, აბა მაშინ ყველა გაგიჟდა იქ პოლიტიკური პარტიები 31 ოქტომბერს მარტო რო იდგა ეულად ქალბატონი ზურაბიშვილი ერთი თვით დაანონსებული აქციის თავზე რა მოხდა მაშინ რა იყო წყალგამყოფი საკითხები რატო არ მოხდა თუ შეიძლება არა თუ შეიძლება რეკლამა მაქვს და დაუბრუნდეთ რეკლამა რა იყო ამისი მიზეზი რომ ერთად არ ვიდექით ჩვენ 31 მარტს რა რაზეც ეხლა საუბრობ ინგა იმიტომ რომ არ შედგა დოკუმენტი ვერ შედგა სადაც ჩაიწერებოდა რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისგებლობას ახლა ვერ შედგა და ამიტომ აღარ მიხვედით ჩვენ კი არა ერთ დოკუმენტი აღარ შედგა ვერ შეადგინა ზურაბის მანაც არ დააფიქსირა პოზიცია ეს არის თორე კიდევ ერთხელ ვამბობ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს ავიცი სუვერენული უფლება ავიცი, მქონდეს თავის სტრატეგია, თავისი ტაქტიკა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც შენ გავს პრეტენზია, რომ იყო მაკოორდინირებელი მინიმუმ შენ პოზიცია უნდა დააფიქსირო და ხა თუ შეგვიძლია დიდხანს ვიკამათოთ. არა, რა მოხდა? კაია კამათი. თქვენთან მაინც ვიკამათო უკვე კამათიც დამავიწყდა რესპონდენტთან როგორია. კარგი, ეხაც სიცხადე და კაფეობა. მე არ ვამბობ რომ ჩვენ ყველა პოლიტიკური პარტია პირიქით, მე არ ვარ ამის მომხრე, არ უნდა გავდეთ ერთმანეთს და ეს სიგიჟე რაღაც ერთიან საარჩევნო სიებზე რო იყოს საუბარი, იმიტომ რომ როდესაც ერთიანდები პლუსებითა და მინუსებითაც, ხო? შენ მარტო პლუსები კი არ გიერთიანდება, არამედ გიმრავლდება მინუსებიც. მეორე საზოგადოება არის ძალიან სხვანაირი, რომელიც დიახაც უპირატესობას ანიჭებს მრავალფეროვნებას, უბრალოდ საკმაო საკითხებთან დაკავშირებით მათ სურთ იხილონ საზოგადოება, არა ჯგუფები ერთიან პოზიციაზე. მადლობა.